მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო. დღეს არაჩვეულებრივი მზიანი და რაც მთავარია მშვიდობიანი დილა გაგვიცენდა ისრაელში. მზადები ქორწილისთვის, მივდივარ ქორწილში, ჩემი უახლოესი ნათესავის. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემს დიდი ხნის უნახავ ნათესავებს შეხვდები, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ ისრაელში ქორწილისთვის და ერთი სული მაქვს, გული მიგრძნობს, ძალიან კარგ დროს გავატარებ და მიუხედავად იმისა, რომ მე ისრაელში ქორწილზე ვლოგი უკვე გადაღებული მაქვს, ანუ ცალკე ჩემი და ცალკე ჩემი მეგობრის, მაინც ვიფიქრე, რომ ამ ვლოგსაც გადავიღებდი და თან ძალიან ბევრი რაღაცა არ გამიზიარებია თქვენთვის ტრადიციებზე, რომლებიც ებრაულ ქორწილში ხდება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ვლოგში თან რაღაც სიახლეს შემოგთავაზეთ და თან რა თქმა უნდა, ყველაფერს გაჩვენებთ ქორწილში. აქეთ იმიტომ ვიხედები, რომ დიდი სარკე მაქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ოზმოს პატარა კამერაში ვერაფერს ვერ ვხედავ, ფაქტობრივად. უბრალოდ თვალს კიდევ დავიტენიანებ, რომ ისევ მაქვს ის საშინელი კონსილერი და ვერ ვიყიდე ახალი ის რაც მინდა, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ დამატებით კიდევ დავიტენიანო ის ადგილები, სადაც კონსილერი უნდა წავისვა. აღსანიშნავია, რომ ეს ქორწილი ხალხო გადაიდო 4-ჯერ. ვემზადებოდით თებერვლის ბოლოს, მე მგონი მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო ქორწილი, მაგრამ მოგეხსენებათ რა მოხდა. მარტის დასაწყისში დაიწყო ომი, პრინციპში თებერვლის ბოლოს დაიწყო ომი, რომელიც გაგრძელდა 40 დღე და ამ 40 დღის განმავლობაში ქორწილი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ეხლა როგორც იქნა, რა რიცხვია დღეს 28 აპრილი, წარმოიდგინეთ ხალხი ველოდებით უკვე 2 თვეა და სამოსი რაც შეძენილი მქონდა ყველას ქონდა უკვე მზად ვიყავით ქორწილისთვის, საბამებოდა ზამთრის ტემპერატურას, ამიტომ ეხლა აპრილში უკვე ძალიან დამცხებოდა მაგ სამოსში და იძულებული ვარ, რომ ეხლა სულ სხვა რაღაცა ჩავიცვა, რაც არ მომწონს. გამოგიტყდებით, საერთოდ არ მომწონს ის სამოსი, რაც შევარჩიე, მაგრამ მაღაზიებშიც ვერ ვნახე ვერაფერი ისეთი, რაც მომეწონებოდა, ამიტომ ისევ იმას დავჯერდი, რაც სახლში მქონდა. ჩემზე ლაპარაკი გვეყო, მოდი ეხლა გადავიდეთ ქორწილზე და იმ ტრადიციებზე, რაც ებრაულ ქორწილს ახასიათებს. პირველ რიგში, როდესაც წყვილი გადაწყვეტს დაქორწინებას ისრაელში, ხდება საბუთების შეგროვება. ეხლა რა იგულისხმება ამ საბუთებში? თუ არ ვწდები დაბადების მოწმობა, მშობლების და ქორწინების მოწმობა. მშობლების ორივე მხრიდან, ანუ ეს შეგროვილი საბუთები მიაქვთ რაბანუთში. რაბანუთი არის რელიგიური დაწესებულება, მოდი ესე ვიტყვი და სწორედ მანდ იხსნება წყვილის საქმე. დაქორწინებაზე. ანუ ეს ხდება იმიტომ, რომ შემდეგ, ანუ ისრაელში მოგეხსენებათ, აუცილებელია, რომ ქორწილი ჩაატაროს რავინმა, ანუ რაბმა. მათი მოწვევა მხოლოდ ხდება, ანუ აი ამ რაბანუტის გავლით. საქმე იხსნება და კიდევ ერთ-ერთი უცნაური ფაქტი იყო ის, რომ გჭირდება ორი მოწმე, ვინც დაადასტურებს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ ებრაელები და არ ხართ ქორწინებაში. ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს ოჯახის წევრი, ესეთი უნდა იყოს მხოლოდ მეგობარი, ან არ ვიცი, შეიძლება თანამშრომელიც, აი რაღაც. ანუ ადამიანი, რომელსაც თქვენთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. როგორც ვიცი, ფიზიკურად რაბანუთში მისვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ სატელეფონო ზარი, ესე ერთობლივი ჩართვა ყველასი და ანუ იქიდან რაბანუტის წარმომადგენელი გეკითხება, რომ დაადასტურო ნამდვილად, რომ ეს ამ ადამიანებს იცნობ, ისინი არიან ებრაელები და არ არიან ქორწინებაში. ამის შემდეგ ხდება რაბინთან შეხვედრა და ყველა იმ დეტალის დადასტურება, რაც ქორწილს შეეხება, მაგალითად, რომელ საათზე, სად და როგორ ხდება ქორწილი და ვინ როდის რას აკეთებს, რომელ საათზე უნდა მოვიდეს რავინი და ასე შემდეგ. რომ მიხვდეთ, რავინი, ანუ როგორც ახლა საქართველოში მღვდელი, აი ესეთივე დატვირთვა აქვს, ისეთივე რელიგიური დატვირთვა აქვს რავინსაც ისრაელში. ხუთის გარეშე ქორწილი ხوار ჩატარდება. ისე არის აქაც. ნუ ოფიციალურ ქორწილს გულისხმობ. ამის შემდეგ ხდება
არანაკლებ საინტერესო, ძალიან ბევრი მომივიდა. პროცედურა, რომელსაც ეწოდება დამოწვრა. თუ არ ვწდები ზუსტი თარგმანი, სწორედ ეს იქნება. ხა რა ხდება დამოწვრაზე? დამოწვრაზე ხანდახან წყვილი ცალ-ცალკე მიდის ხოლმე, ანუ პატარძალი ცალკე და საქმრო ცალკე. ეხლა რა ხდება პატარძლის დამოწვრაზე? ქორწილამდე პატარძალს ცალკე ამზადებენ ქორწინებისთვის და არა მხოლოდ ცერემონიისთვის, არამედ რეალური ოჯახური ცხოვრებისთვის. ამ დამოწვრაზე პატარძალს უხსნიან მიკვეს ნიშნულობას, მიკვეზეც აუცილებლად მოგიყვებით და გაგიზიარებთ რა და როგორ ხდება. საუბრობენ ურთიერთობაზე, პატივისცემაზე, ქორწინებაში, კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ზოგჯერ ეხებიან ინტიმურ დეტალებსაც და აი ამ შეხვედრაზე ნებისმიერი კითხვა შეგიძლია დაუსვა წარმომადგენელს, როგორც რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ პატარძალთან ასეთი შეხვედრა ტარდება როგორც წესი, რავინის ცოლთან. ეს შეხვედრა გრძელდება ხოლმე დაახლოებით 1 საათი და როგორც წესი მხოლოდ ერთი შეხვედრაა და თუ პატარძალს სურვილი ექნება, შეიძლება მეორეჯერაც მოხდეს ასეთი შეხვედრა, არანაირი პრობლემა. მოდი ახლა ახსნათ რა არის მიკვე, რომელიც 2 წამის წინ ვახსენე. მიკვე არის სპეციალური რიტუალური აბაზანა ებრაულ ტრადიციაში, სადაც პატარძალი ქორწილამდე გადის სულიერი და სიმბოლური გაწმენდის რიტუალს. ნიშნავს ახალი ცხოვრების ან ახალი ეტაპის დაწყებას ცხოვრებაში. პატარძალი მიდის მიკვეში, მიკვე არის ესეთი აბაზანა, დიდი, ეხა ფოტოს ჩავსვავ, რომ მიხვდეთ ზუსტად რაზე მაქვს საუბარი. ქორწილამდე, როგორც წესი, ეს ხდება 1 დღით ადრე და სპეციალური წესებია ამისთვის დასაცავი. მაგალითად, არ შეიძლება თქვა თუ გაქვს წამწამი დაგრძელებული, არ შეიძლება უნდა მოგონდეს მოხსნილი ფრჩხილის, ქთუგის გელაკი უნდა მოიხსნა, მაგრამ ამას უკვე მე მგონი ბოლო პერიოდში ნებას რთავენ ხოლმე და როგორც წესი, აღარ არის საჭირო რომ მოიხსნა, რაღაცა ესეც თუ ახალი გაკეთებული გაქვს, მე მგონი შეიძლება თუ რაღაც ეგეთი. აუცილებლად უნდა ჩახვიდე ამ აბაზანაში, რომ მიკვეში სუფთა, აი სულ ძალიან სუფთა თმად დაბანილი, რომელიც იქვე უნდა დაიბანო და შემდეგ ჩადიხარ მიკვეში. ხარ სრულიად მარტო მიკვეში, მაგრამ იქ არის ერთი ზედამხედველი, რომელიც შენთან ერთად შემოდის. ოღონდ, რა თქმა უნდა, წყალში შენთან ერთად არ ჩამოდის. ამ ზედამხედველის ფუნქციაა, რომ ლოცვა წაიკითხოს, იმ დროს, როდესაც შენ წყალში ჩადიხარ. ეხლა წყალში რო ჩადიხარ, აუცილებლად უნდა ჩაიძირო, დაიფარო სრულიად, აი პატარა ნაწილიც კი არ უნდა რჩებოდეს წყლის ზევით. წყალში ჩაძირვა ხდება რამდენჯერმე და ეს რამდენჯერმე ეს წყალში რამდენჯერ ჩაიძირები და ჩახვალ დამოკიდებულია იმაზე, თუ დედაშენი რამდენჯერ ჩავიდა, ჩაიძირა წყალში. არის ხოლმე მგონი 7, 12-იც შეიძლება 9-ც იყოს, აღარ მახსოვს, 7 რო ნამდვილად არის, ეგ ვიცი. სწორედ აი ამ დროს ზედამხედველი კითხულობს ლოცვას, შემდეგ რა თქმა უნდა ამოდიხარ წყლიდან, ხდება ხალათი, რაღაც მოსაცმელი და გადიხარ უკვე სააბაზანოდან და იქ ხდებიან შენი მეგობრები, რომლებიც რა თქმა უნდა წინასწარ შენთან ერთად მოვიდნენ ამ მიკვეზე და აუცილებელი ტრადიცია, რომ ესე კანფეტები და ტკბილეულობა შემოგაყარონ, როგორც კი შეხვალ მათთან ოთახში, ეს რაღაცა კარგი და ტკბილი ცხოვრების მანიშნებელია, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ ეს ტრადიცია გამომრჩა, რომ ვლოგის ჩაწერის დროს მეხსენებინა, ამიტომ ეხლა გაგიზიარებთ. მიკვეს შემდეგ არსებობს ტრადიცია, რომელსაც ქვია აფხაშათ ხალა, ანუ ხალას გამყოფა. ხალა არის ებრაული პური, რომელსაც შაბათის სადილისთვის ამზადებენ. მიკვეს რიტუალის შემდეგ პატარძალი, მისი მეგობრები და რა თქმა უნდა ოჯახის წევრები, მხოლოდ ქალები აღსანიშნავია, იკრიბებიან პატარძალთან სახლში, ამზადებენ ხალას ცომს. სწორედ ამ ცომიდან რაღაცა პატარა ნაწილს გამოყოფენ, რომელიც სიმბოლურად ეძღვნება ღმერთს. როგორც სამადლობელი. აფრაშად ხალას მნიშვნელობა ძალიან დიდია, ამიტომ ითვლება, რომ ნებისმიერი სურვილი, რაც შეიძლება ამ დროს ჩაიფიქრო, აუცილებლად აგიხდება. ლოცვის შემდეგ კი მიდის ჟრიამული და გართობა საღამოს ბოლომდე. მიკვე არის ერთ-ერთი ბოლო წინასაქორწილო ტრადიცია ებრაულ ქორწილში, მაგრამ მანამდე წყვილი
მიდის რაბინთან შეხვედრაზე. ეს შეხვედრაც დაახლოებით 1 საათი გრძელდება. შეხვედრის მიზანია მოგამზადოს რაბინმა ქორწილის შემდგომი ცხოვრებისთვის და ამასობაში თქვენს გაგიცნოთ როგორც წყვილი აუცილებელია მისთვის რომ გქონდეს ინფორმაცია ასევე მშობლებზე, თქვენზე, ნუ სახელი, გვარი, სად დაიბადე, სად გაიზარდე, იმიტომ რომ როგორც წესი ხუპაში ხდება სწორედ წვილის დაოჯახება, თქვენ რაბინის მიერ, ამიტომ იქ როგორც წესი რაბინი წარმოთქვამს ხოლმე სიტყვას ოჯახზე და წვილზე, რომელიც ხანდახან ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ხანდახან ძალიან ცოტა ხანი, ეს დამოკიდებულია წვილზე და მათ სურვილზე, რამდენად რელიგიურები არიან. მივადექით ქორწილს. არის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. ეს ეხება ქეთუბას. არის ქეთუბა. ქეთუბა არის ებრაული ქორწინების ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც იწერება ქორწილამდე და იკითხება ცერემონიის დროს. რას ნიშნავს მარტივად? ქეთუბა არის დოკუმენტი, სადაც წერია საქმროს ვალდებულებები პატარძლის მიმართ. ფინანსური პასუხისმგებლობა და არა მარტო პასუხისმგებლობა, ეს არის უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა. ოჯახური მოვალეობები, პატივისცემა და ზრუნვა და წერია ისიც თუ რა ხდება განქორწინების შემთხვევაში. ხელსაწერენ მოწმეები და გადაეცემა პატარძალს. და პატარძალმა აუცილებელია რომ სათუთად შეინახოს ქეთუბა. იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. და მე მგონი რომ მარტო პატარძალმა უნდა იცოდეს სად არის ქეთუბა შენახული. ნუ ესე რომ ერთი სიტყვით შევაჯამოთ, ქეთუბა ისტორიულად შექმნილია იმისთვის, რომ პატარძალი იყოს დაცული ყველა შემთხვევაში. აი ესეთი ამბები მეგობრებო, იცოდით ამ ტრადიციების შესახებ, გსმენოდათ რამე. მე სანამ აქ არ ჩამოვედი არაფერი არ ვიცოდი, რა საკვირველია. სააშკარად მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარი, იმიტომ რომ თვალზე ფანქარი მაქვს, დასატანი ჭრდილები მაქვს გასაკეთებელი და მე ამ დროს უკვე ტუში წავისვი და არ ვიცი რაზე ვფიქრობდი და რას ვაპირებ, მაგრამ ეხლა ალბათ ზედმეტი ძალისხმების გამოჩენა მომიწევს, რომ რაღაცა მოვახერხო და უნდა მოვახერხო, სხვა გზა არ არის. მაგრამ სამწუხაროდ ამას ვეღარ მოვახერხებ. ლაპარაკთან პარალელურად, ამიტომ თვალზე მაგიას გავიკეთებ და დაგებრუნდებით. სანამ თვალს მივხედავ, ამის თქმა ვიდეოს დასაწყისშივე მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა, ხო გეუბნებით მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარი თქო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ კომენტარებისთვის და εν რაოდენობით კომენტარებისთვის, რაც მე წინა ჩემს ბლოგზე მივიღე, ეს აი საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აი ამდენ თბილ სიტყვას მივიღებდი. პირიქით მეგონა რომ არ გამოიწვევდა რაღაც ესე ხალხის ინტერესს, იმათე რომ გითხრათ. მადლიერი ვარ თქვენი. რა თქმა უნდა, ყველა კომენტარს ვკითხავ ხოლმე და მე ძალიან მიყვარს კომენტარებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეხა ვხედავ რომ ადამიანმა რაღაცა ერთი წამიც კი დრო დამითმოდა კომენტარი დამიწერა, თან როგორი კომენტარი, ეხა როგორ არ უნდა უპასუხო ყველას ესე სათითაოდ, ხო? ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ყველას გიპასუხოთ, თუ ვინმეს არ უპასუხე, ეს ნიშნავს რომ გამომრჩა, მაგრამ გადავხედავ კიდევ ერთხელ და თუ ვინმე გამომრჩა, აუცილებლად გიპასუხებთ. ჩემმა მეგობრებმაც მომწერეს, რომ ძალიან კარგი ვლოგი იყო და ამან ხო კიდე საერთოდ უფრო გამახარა. წავედი ეხა თვალს მივხედოთ, ორე დავრჩები ხახამშრალი. ესე გამოვიდა, ეხა ტუჩი. ყველაზე მაგარი გლოსი. გლოსების ისტორიაში. ვინ არის ეს? ესენსი. ეხლა წავალ, გავემზადები. ჩავიცვამ. თუ მოვასწარი სახლშივე სახლიდანვე დაგენახებით, თუ არა და უკვე შევხვდებით ქორწილში. ისრაელში ქორწილის ერთ-ერთი პირველი ნაწილი არის კაბალათ ბანი, ანუ სტუმრების მიღება. ამ დროს სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებიან საქორწილო დარბაზში. ამ ეტაპზე არის ფურშეტი, სასმელი,
მუსიკა, სტუმრები ერთმანეთთან საუბრობენ, იღებენ ფოტოებს და ელოდებიან მთავარი ცერემონიის დაწყებას. ხუპას, ანუ ქორწინების რიტუალს. ხშირად ამ დროს ნეფე და პატარძალი ცალ-ცალკე არიან. მაგალითად, პატარძალი შეიძლება იყოს ცალკე ოთახში, ისვენებდეს ხუპასთვის ემზადებოდეს, ხოლო ნეფე გარეთ და სტუმრებს ხვდებოდეს. თუმცა ეს ყველაფერი წყვილის სურვილზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, რომ ნეფეც და პატარძალიც კაბალად პანიმდზე იყვნენ და პირადად შეეკებონ სტუმრებს. მაგრამ, როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა, არც ნეფე და არც პატარძალი ხუპამდე არ გამოჩენილან. და თუ გაინტერესებთ, თუ რატომ არ ჩნდებიან ნეფე და პატარძალი ხუპამდე, ახლავე მოგახსენებთ. ითვლება, რომ ცერემონიამდე მათ შორის მცირე დისტანცია უფრო განსაკუთრებულს და ამაღელვებელს ხდის შეხვედრის მომენტს. ესეც ჩვენი პატარძლის ულამაზესი დედა, რომელიც სტუმრებს ეგებება. ხუპაზე კი ტრადიციულად ნეფე და პატარძალი მშობლებთან ერთად შემოდიან, რაც ძალიან ემოციური და სიმბოლური მომენტია, რადგან მშობლები მათ გვერდით დგანან ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, ისევე როგორც ყველა ეტაპზე. თუ ორივე მშობელი არ არის, ხშირად ამ როლს დედმამიშვილები ან ძალიან ახლო ადამიანები იკავებენ. თუმცა ეს მთლიანად წყვილის არჩევანზეა დამოკიდებული. ზოგი ირჩევს, რომ ეს გზა დამოუკიდებლად გაიაროს და ხუპაზე მარტო შევიდეს, რაც ასევე განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა. მაგალითად, ჩვენ მე და ჩემმა მეუღლემ სწორედ ასე გავაკეთეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს მომენტი მხოლოდ ჩვენთვის ყოფილიყო და ხუპაზე მარტო შევედით. აი გამოჩნდა ჩვენი ულამაზესი პატარძალი დედასთან და ძმასთან ერთად. პატარძალს ეცვა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ებრაელი დიზაინერის ბერტა სკაბა, რომლის სახელი უკვე დიდი ხანია ცნობილი არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში. კაბა იყო ულამაზესი. ძალიან წდება გული, რომ ვიდეოს ვერ ვურთავ ორიგინალ ხმას და მუსიკას, რადგან სავარაუდოდ YouTube დამიბლოკავს და სამწუხაროა, რომ იმ ემოციებს ვერ გიზიარებთ, რაც გამოიწვია პატარძლის გამოჩენამ. ישכח ימיני, בלבד לא שתהיה חיכים, ולא אזכרך, לא אראה את ירושלים.
28 აპრილს იყო მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი და შუა ქორწილში ჩვენ სუფრაზე თითქმის ყველა მამაკაცი ჩართული იყო თამაშში, უყურებდნენ ტელეფონით და მოკლედ როიტყვიან ცალითვალით ქორწილში იყვნენ და ცალითვალით ფეხბურთში. მოგესალმებით, მეგობრებო, მატარებლის სადგურიდან ალბათ როგორც მივხვდით წინა კადრიდან. დღეს მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე მივემგზავრებით ხაიფაში, დიდი ხანია ხაიფაში. არ წავსულვართ. ჩემი დედამთილ მამამთილის მოსანახულებლად და ასევე ჩემი მულის, რაც სახლი შეიცვალა, რომელიც გადავიდა ახალ სახლში და დავგვატიჟა სტუმრად. და მოკლედ მივდივართ ყველა ერთად ჩემს მულთან სტუმრად. ველოდებით. ჩვენს მატარებელს, რომელიც ალბათ ძალიან მალე მოვა. ძალიან კაი ამინდია ცხელა, მაგრამ ხაიფაში ყოველთვის გრილა ხოლმე, თან საღამოს მოგვიწევს დაბრუნება სავარაუდოდ, ამიტომ ქურთუკი წამოვიღე. ქორწილი იყო ძალიან კარგი იყო, ჩემი ყველა ახლობლის ნახვა. ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ როგორც ყოველთვის ჩვენ ყველა შეხვედრაზე. პატარძალი იყო ულამაზესი. რა თქმა უნდა, სიძეც ძალიან სიმპათიური იყო. კაი დრო გავატარეთ ძალიან. აი, არ არსებობს, რომელსაც არ უნდა მოხვიდე ამ სადგურზე და წახვიდე ხაიფაში. უფრო სწორად სადგურზე არა, აი, რომელსაც არ უნდა წახვიდე ხაიფაში, აი ამ რკინიგზის სადგურიდან. ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია, მით უმეტეს, რომ აი ზუსტად 10 წუთის წინ გავიდა მატარებელი, რომელზეც ჩვენ დაგვაგვიან და ვერ მივასწარით, მაგრამ აი არ ვიცი, აი 10 წუთში ესე ხალხი გადაჭედილია, მართლა გადაჭედილია. בנימינה, ואז חיפה. עתלית, נכון. עכו. אחרי זה הוא ממשיך לקריות. ბევრი გაჩერებები აქვს ნარიამდე. მე მგონი לא יודע, אחרי הקריות. אולי יש עוד תחנות חדשות פעם, זה היה ישר אחרי הקריות, נהריה, היום אני לא יודע. ბოლო გაჩერება, მე მგონი რომ ნარია და მანდეც ბევრი ხალხი მიემგზავრება ხოლმე, მაგრამ ხაიფაშიც ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის ხოლმე გაჩერებაზე. რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო ვლოგი გველისწინ, ძალიან მაინტერესებს ჩემი მულის სახლი, იმიტომ რომ გავიგე რომ ძალიან კაი სახლია. ჩემი დედამთილისგან, რომლებიც ხშირად ვსტუმრობენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მართლა დაახლოებით, რამდენი ხანია? გამასმანახე უნასანული ხეიფაზე, ხესი შენანიღალი რო? აი, 3 თვე არ ყოფილვართ, აი მოვიდა. წავედით. მოვედით ჩვენს ლამაზ ხაიფაში. ხაიფა არის ჩემთვის არის ულამაზესი ქალაქი. ხა ველოდებით ორის მშობლებს, რომ წაგვიყვანონ, რომ გვაკითხონ და წაგვიყვანონ სახლში. აქ უკვე საკმაოდ გრილა და მზეა, მაგრამ ქარია. თან ზღვის პირას ვართ. აი ზღვა. წელს ჯერ ზღვაზე არ ყოფილა, მე მგონი ცოტა ადრეა. მაზე? ვა?
მოდიანო. მიყვარს მატარებლით მგზავრობა ძალიან. ყველაზე ლამაზი ხედი თელს ისრაელში. და ყველაზე ლამაზი ფრინველები და ბაღი. მე დავაღეთ ბლოგ. აი ზაფე, ეზე ნოფიაფე. ამას შეხედეთ და ღამეითებიან და ისე ლამაზად ანათებენ, რომ არ ვიცი. ეს ნახეთ. ფლამინგო და ამას შეხედეთ რა საყვარელია. გამზე יפה ממש. כן. האברכים. כן. לא זכרתי שהיה פה משהו בכזה צבע. היה פה אחד גבוה, את זוכרת שהיה פה עם מחלות כאלה. כן. זהו. איזה נוף. איזה נוף יפה. איזה נוף יפה. אוי, מיטושקי, את באת אליי? את באת אליי? מיטושקי! אני בהלם שהיא באה אליי בכלל. לא צפויה, Unpredictable. קנה. סיוקני. אבנים וחזירים. מטורף. ნახეთ რა სილამაზეა. ეს ტყე და იქით სულ ზღვა ჩანს. რა მაგარია. საქართველოს მახსენებს. ნახეთ რა მაგარია. מה הכנת איתי? מה הכנת? צ'ימיצ'ורי. נו, בדיוק. זה מה שאני אומרת. ორის მამიდა და მამიდის მეუღლეც მოვიდნენ სტუმრად. מינימלי כי הם צריכים מאוד טיפה הפשרה, כאילו הפשרה, רק להגיע לטמפרטורת החלק. זה מה שאמרת? הוא לא עולה 3,000 שקל, ממש לא עולה 3,000 שקל, הוא עולה 1,000 במקום. אני קובע מה.
Tia, beme. Amaš mi tia. რა ლამაზიცა. ეს არაჩვეულებრივი დღეც და ვოიაჟიც დასასრულს მიუახლოვდა, დავბრუნდით ჩვენს უსაყვარლეს გივა ტაიმში. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ხაიფაში, მართლა უგემრიელესი სადილით გაგვიმასპინძლენ ჩემი მური და მისი მეუღლე. ყველაფერი იყო ისეთი გემრიელი ხალხო, ისეთი გემრიელი, რომ აი თავი მეგონა რაღაც რესტორანში კარგად გამოვიბურთეთ. ძალიან ბევრი ვიცინეთ, ბევრი ვიხალისეთ და ასე დავასრულეთ ჩვენი დღე. და შესაბამისად ჩემი ამ კვირის ვლოგის დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ და მისმინეთ. ჩვენ შევხვდებით იქით კვირაში. ახალი ამბავი მაქვს. სამსახური დავიწყე. ამის შესახებ ყველაფერს დეტალურად მომგიყვებით შემდეგ ვლოგში, ასე რომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ და თუ გაინტერესებთ რა საკვირველია, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი, ანუ ჩემი მომდევნო ვიდეო. ჩემი დღევანდელი ძალიან კომფორტული ლუკი არ მიჩვენებია. ამ ჩანთაზე გიჟდები, დედამაჩუკა და ეს რა რეჩუკებინა არ ვიცი რას მიხმარდით და კეშტოკები გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი და განუყრელი ნაწილი.